მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, ჩვენ ვართ სტუდიაში გზა გასაყართან. ვაგრძელებთ გადაცემათა ციკლს ბიბლიური გზაჯვარედინები, სტუმრად თეოლოგი გიორგი გვასალია ყავს მოწვეული. გიორგი, მოგესალმებით. მოგესალმებით. მადლობა მობრძანებისთვის და მაყურებელს შევახსენებთ, რომ დღეს ჩვენ ელია წინასწარმეტყველის მსახურების ბოლო წლების შესახებ ვისაუბრებთ და მის ცადაყვანების შესახებ ვიტყვით. ეს საკმაოდ ცნობილი ესეთი სცენა, რომელიც არის საიდუმლოებით სავსე და საინტერესო არის ამ მხრივაც რა განმარტებებს გვთავაზობენ ამაზე წმინდა წერილის განმარტებლები. გიორგი ელია წინასწარმეტყველი ასრულებს თავის მიწიურ მსახურებას და ელისე აგრძელებს დიდი წინასწარმეტყველის მსახურებას და როლს ისრაელის ქვეყანაში. და ჩვენ აქ ვიცით, რომ ელია წინასწარმეტყველი ცად არის აყვანილი ცეცხლოვანი ეტლით და ეს არის განსაკუთრებული ადგილი ბიბლიაში, სრულიად განსაკუთრებული ადგილი, რომელიც ძალიან ბევრ ფიქრს და განმარტებებს საჭიროებს. მივყვეთ მაშინ ქრონოლოგიურად და როგორ ხდება ელისეს დატოვება მის ადგილას, ელიას ადგილას და ელია როგორ ადის ზეცად ქვეყანიდან. იქ თანხმობით, რომ მართლა საიდუმლოებით სავსეა ეს ადგილი და იმდენად ასე ვთქვათ, დიდარია საიდუმლოებით, რომ მისი ამოხსნა ჯერ კიდევ წინა გვაქვს ვინაიდან სწორედ ის გამოჩნდება ენოქთან ერთად მაცხოვრის მეორე მოსვლის წინ ისი წინ ამორბედებს ასე ვთქვათ და შესაბამისად ალბათ ბევრი რამე უკვე აი გახდება ცნობილი და გახდება ცხადი. ელია წინასწარმეტყველის ბოლო ეპიზოდი, მსახურების ბოლო ეპიზოდი წმინდა წერილში შეიძლება ითქვას ისევე მოულოდნელად იწყება ამის თხრობა, როგორც მოულოდნელადაც დაიწყო თხრობა ელიას გამოჩენასთან დაკავშირებით. გუცებ არის საუბარი იმასთან დაკავშირებით, რომ ელია გილგალიდან გადიოდა და უფალი უხმობს მას ბეთილისაკენ, შემდგომ ბეთილიდან უხმობს იერიქონისაკენ, იერიქონიდან უხმობს იორდანისაკენ და შემდგომ იორდანესზე გადავა და სწორედ გახმა გვახსოვს ელიასე გამოჩნდა გალაადიდან გადმოვიდა უკან გადადის გალაადისკენ და აქედან ხდება სწორედ მისი ამაღლება თითქოს და რაღაცა ეს წრე შემოწერა მან თავისი მოღვაწეობის და დაასრულა ეს წრე და უნდა ახლა მოხდეს მისი მსახურების დასრულება. ახლა ჩვენ ყურადღება მივაქციოთ იმას, რომ შესაძლებელი აქამდეც ასე იყო მამა ანდრია, ვერ გამოვრიცხავთ ამას, ვერაფერს მტკიცებას ვერ დავიწყოთ, მაგრამ წმინდა წერილს არაფერი უთქვამს. ას რაიმე გარდამოცემა ვიცით, რომ ჩავიბღაუჭოთ ამ თითქოს, მაგრამ ახლა ამ ადგილას წმინდა წერილი განსაკუთრებულად ხას უსვავს, რომ ელია დადის ელისესთან ერთად. ელიასთან ერთად ელისე წინასწარმეტყველია და გვერდიდან არცილდება მას. და ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, არაფერს დავაშავებთ, ამით თუ ვიტყვით, რომ ელისე გვერდიდან არ მოცილებია მას იმ დღიდან, რა დღიდანაც მოუხმო ელიამ საწინასწარ. ანუ რატო ვამბობ ამას ახლა ჩვენ გვაქვს რამდენიმე ეპიზოდი, ხო? ელისეს მოხმობიდან ვიდრე ელიას ამაღლებამდე სადასვლამდე და არსად არ ჩანს. არსად არ ჩანს, ვთქვათ, არ ჩანს ისეთ მნიშვნელოვან ეპიზოდში, როგორიც არის სიტყვაზე ვთქვათ, ელიასაგან აქაბის მხილება, მურიგი მხილება ნაბუთეს ვენახთან დაკავშირებით, ხო? არ ჩანს ელისე. არ ჩანს როგორც მსახური, ვინაიდან სწორედ ელიამ კი არ უნდა გააგზავნოს თავისი კაცი, არა, თვითონ ელიამ უნდა უთხრას ეს, ელიამ უნდა გააკეთოს ეს, ელიამ უნდა ქნას ეს, ამიტომ შესაძლებელია წმინდა წერილი არც იხსენიებს ამის გამო, რომ უშუალოდ ელიაზე აქვს საუბარი. აი ახლა კი, როდესაც ელია გილგალიდან გადის, მას აქვს გამოცხადება და ეუბნება თავის მორჩილს, ეუბნება თავის მოწაფეს ელისეს, რომ
ბეთილში მგზავნის უფალი და დარჩეს ის აქ წავა თვითონ ბეთილში და ელისე ეტყვის რომ შენს თავს ვიცავარო თუ მოგცილდა გვერდიდან და ეს გარკვეულწილად იმდენად ყარის იმდენად მტკიცე პასუხი იყო რომ ელია აღარ ეპასუხება და ელისესთან ერთად ჩავა ბეთილში. იგი აქ ჩვენ არ გვეუბნებიან რატომ მიდის ბეთილში, მე რატომ მიდის იერიქონში. ეს მინდა ვთქვა ეს ადგილები მინდა იმას აქვს მამანდრია აბსოლუტურად გეთახვებით რომ შემდგომ ესე იგი ბეთილიდან იგივე სურათია, იგივე სცენაა, ელია ეუბნება ელისესო იერიქონში მგზავრის უფალი შენ დარჩი აქ და მე ელისე იგივეს ეტყვის რომ არ მიატოვებს მას და ერთად წავლენ იერიქონში და იერიქონიდან იმამდეც რა ქვია იორდანამდეც ერთად გადიან. აი ეს წერტილები რომელიც ეს ტოპონიმები რომელიც მოხსენებულია წმინდა წერილში ეს ადგილები ცნობილია მამანდრია წინასწარმეტყველთა გუნდის არსებობით. ყავს ბეთილელი წინასწარმეტყველები, ყავან იერიქონელი წინასწარმეტყველები და შესაბამისად ჩვენ ვიცით უკვე ვისაუბრეთ თავის დროზე, რას ნიშნავს სიტყვა წინასწარმეტყველი, რას ნიშნავს წინასწარმეტყველთა სკოლა, რას ნიშნავს წინასწარმეტყველთა გუნდი, რას ნიშნავს ზოგადად წინასწარმეტყველის მსახურება და აი აქ ჩვენ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ცად აყვანების მომენტამდე ელია წინასწარმეტყველი ერთგვარად გამოსამშვიდობებელ იმას რა ქვია გზას გაივლის ამ წინასწარმეტყველთა გუნდებს შორის რომელსაც თვითონ ხელმძღვანელობდა და თვითონ წინამძღვრობდა შეიძლება გარკვეულწილად რაღაცა შეგონებები მისცა რაღაცა დარიგებები მისცა გაამხნევა სულიერად და შემდგომ ესე იგი უნდა მოხდეს ისაც უნდა მოხდეს სხვაგვარად რო ვთქვა აი ამ გუნდში ჩასვლა ეს არის შეიძლება ითქვას გამოსათხოვარი შეხვედრა ელიასი და მისი მორჩილი წინასწარმეტყველებისა. დიახ. ხო, ძალიან საინტერესოა, რაზე შეიძლებოდა ქონოდათ საუბარი. რაზე შეიძლებოდა ელიას ელაპარაკა მათთან. მე შეგნებულად დავსვამ ამ კითხვას და გაგახსენებთ თავის დროზე ჩვენ ამაზე ვისაუბრეთ. რომ ელია წინასწარმეტყველი გავბედეთ და შევადარეთ მოსე წინასწარმეტყველს, ელია წინასწარმეტყველის მოღვაწეობა შევადარეთ მოსე წინასწარმეტყველის მოღვაწეობას, ელიას დროინდელი ისრაელის შევადარეთ მოსეს დროინდელ უდაბნოსა და ეგვიპტეს და რაღაცნაირად აი ამ პარალელების დაჯგუფებით მოსე და ელია ორივე ერთად ვიხილეთ თაბორის მთაზე მაცხოვრის გვერდით. ჩვენ თუ გავიხსენებთ აი ამას ასე ვთქვათ, აი ამ მსახურების სულს თუ ჩავეჭიდებით და გავიხსენებთ მოსემ რა გააკეთა თავისი ამ ქვეყნიდან გასვლის წინ, ანუ მსახურების დასრულების პერიოდში და ვივარაუდებთ ალბათ ამ სულით აღსილი ელიას იგივეს გააკეთებდა, ძალიან დიდია ალბათობა იმისა, რომ ელიას აი ამ წინასწარმეტყველთა გუნდთან, აი ამ სკოლებთან ესაუბრა იმასთან დაკავშირებით თუ რას ნიშნავს რჯული ისრაელისათვის, რას ნიშნავს მისი მორჩილება ისრაელისათვის, რამდენად მნიშვნელოვანია ეს ყველაფერი ისრაელისათვის და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, რას ნიშნავს ის ღმერთი, რომელი ღმერთის გამოც წინასწარმეტყველები იდევნებიან ისრაელში, რამდენად მნიშვნელოვანია ეს მსახურება. საქმე ეს გახლავთ, რომ აი ეს ჯგუფი, ეს წინასწარმეტყველთა ჯგუფი, რომელიც ისრაელში მოღვაწეობს, საკმაოდ ისეთი გულმხურვალი და გულანთებული ადამიანები არიან და შესაძლებელია ელიას მხურვალებაც, ელიას მხურვალი მსახურებაც მათთვის რაღაცა აზრით გადამდები იყო და ამ ცეცხლის ჩაუქრობლობაზე, ასე ვთქვათ, მიუთითებს ელია, რომ ეს მხურვალება მათში არ უნდა განელდეს არავითარ შემთხვევაში. როგორც აღვნიშნეთ, ელისე ესწრება აი ამ იმას, რა ქვია, ამ მთელ მოგზაურობას და იერიქონში რო ჩავლენ და იერიქონში რო ეტყვის ელია ელისეს, რომ იორდანესკენ მომიწოდებს მე უფალი, შენ დარჩი აქ და ელისე კვლავ უარს ეტყვის, რომ არ მიგადოს ყველას ძალიან საინტერესოა. ელისე, რომელიც ემორჩილება ყველაფერში ელიას, ამაში არ ემორჩილება. რაღაცნაირად ელია ერთს ეუბნება, ელისე მეორეს პასუხობს, მაგრამ კეთდება ის, რასაც ელისე ამბობს. და რასაც ელია ამბობს. და ამავდროულად ყურადღება მივაქციოთ ის, რომ ელია აღარ ეწინააღმდეგება ელისეს და ელისეს ამ წინააღმდეგობას მისაღებად თulis, მისაღებად აღიქვავს, რა ძალიან საინტერესოა ასკეტური სწავლებებისათვის, ვინაიდან მორჩილება ეს არის უდიდესი სათნოება,
უდიდესი სათნოება, მაგრამ ამავდროულად ამ მორჩილებას აქვს შინაარსი. ძალიან დიდი შინაარსი, შენ უკვე ამბობ მორჩილებაზე უარს, ოდესაც ამ მორჩილებაში ღმერთი აღარ არის. ხო? და აი ელისი ამას აკეთებს, სწორედ ელისი მთლიანად მორჩილია ელიასი, მაგრამ ელიას გარეშე იყოს, ელიას გარეშე დარჩეს, ელიასთან ერთად არ იყოს, ეს ვერ წარმოუდგენია ელისის. აი რაღაცნაირად გვახსენდება ხა ეს არ არის სრული პარალელი, ეს არ არის კარგი პარალელი ნამდვილად, მაგრამ რაღაცნაირად გვახსენდება აი მაცხოველს განკურნავდა და ეთყოდა რომ ნუ რა ვისეთყვით ამას და ეჩვენებულებს და ისინი მიდიოდნენ და მთელ სოფელს მოსდებდნენ ამ ამბავს. ხო? გარკვეულწილად დაუმორჩილებლობაა, ხო გარკვეულწილად არ არის იმ სიტყვის შესრულება, რაც მაცხოვარმა უთხრა მათ, მაგრამ მეორე სხვა ეს არის მათი გულხურვალობის, ეს არის მათი ასე ვთქვათ სურვილი რომ მისიონერობა განახორციელონ ამ მოხტარის სასწაულთან დაკავშირებით და არსად წმინდა წერილში სახარებაში არც მაცხოვრის ბაგეტაგან, არც მოციქულთა ბაგეტაგან ამ ადამიანებთან დაკავშირებით საყვარდოს ჩვენ ვერ ვხედავთ. ანუ გარკვეულწილად შესაძლებელია აქ ელია ელისეს ბოლო გაკვეთილსაც აძლევს, როდესაც ეუბნება დარჩი. რომ თუ დარჩება შეიძლება ეს ცუდიც იყოს, არა ცუდიც იყოს, არა ელისემ ელიას გარეშე ყოფნა და ნახეთ დააკვირდით მამანდრე რა არის საინტერესო ელისე როცა უარს ეუბნება ელიას არ მოგცილდებიო, ამით ელისი აღიარებს ელიას წინაშე რომ უშენო ჩემი მსახურება ვერ იქნება, ანუ მის მორჩილებას უსვავს გას. არა მის რა ქვია სიჯიუტეს რომ შენ ერთს მეუბნები და მე მეორეს ვაკეთებ, მაგრამ პირიქით შენი მორჩილებას ამით გამოვხატავ მე რომ შენ ვერ მოგცილდები მე, შენს გარეშე ვერ ვიქნები მე. აი არის მეორე ჩვენ პატერიკებიდან ვიცით ასეთი დეტალი, ხო ძალიან საინტერესო დეტალი, როცა დიდ მამასთან, დაყუდებულ მამასთან მიდიოდნენ რომ დამოწაფება სურდათ და დიდი ხნის განმავლობაში ეს მამა არ იღებდა მათ. არ იღებდა ალოდინებდა და წადი ეუბნებოდა და ისინი მაინც იმაშვებოდნენ და ეს გაკვეთილი იყო გარკვეულწილად, მსახურება იყო გარკვეულწილად, რომელიც მათ დაუმორჩილებლობაში და სიჯიუტეში კი არა, პირიქით თავიანთი ზრახვის მართებულობაში და მორჩილებაში შეერაცხათ, ხო? განუხრელი რო არის. ხო, მიუდრეკელი რო ამ გადაწყვეტილებიდან. ხო, იმიტომ რომ როგორ არის მამა ანდრია, ნახეთ, ალბათ ეს სათავეს აქედანაც იღებს თავის ცხადია ეს პარალელის არ არის ბოლომდე მართებული, მაგრამ მაცხოვართან ერთად დადიან მოციქულები. მაცხოვართან ერთად იმაშვებიან, რა ქვია, მოღვაწეობენ. მაგრამ როდესაც მაცხოვარი ჯვრისკენ მიდის, ხო, დაიფანტება, სულ ყველა ერთი იტყვის და ისიც ვერ იმას იზავს, ხო, თორე თავის ადამიანური იმაზე იტყვის. ის სხვა მსახურება იყო, იქ ვერ გაყვებოდა ვერავინ. ის ერთის გზა იყო, მხოლოდ და იმერც უნდა გაიარა. თუმცა მის გვერდით ყოფნის სული არ დაკარგვია არცეც. იქ დაიფანტენ თავის თავაცხადე და ეს ასეც იოანია დარჩენილი ხო ყოვლა წმინდა ღვთისმშობელთან და ჯვართან ახლოს ისიც ვერ მიდის მანამ სანამ ამის საშუალება არ გაჩნდება ხო გვერდით ამ სიტყვის პირდაპირ მნიშვნელობით მასთან ვერც ვერავინ ვერ იქნება ერთია რომელმაც ეს საოცრება უნდა მიუძღვას კანთელ კაცობრიობას და შესაბამისად რაღაცნაირად აი ეს სულში დარჩენილი მხურვალება რომ მე შენთან ვერ ვახერხებ ამას ვერ მოვდივარ მაგრამ მე შენთან მინდა ვიყო შესაძლებელია ამის გამოძახილიც იყოს ამ შემთხვევაში ამიტომ ელისესთან ჩვენ ვერ ვხედავთ დაუმორჩილებლობას პირიქით ელისეს გულმხურვალების გამოხატულება უფრო უნდა იყოს ეს რომელსაც ელია წინასწარმეტყველი თავის ცხადია იწყნარებს და თავის თავაცხადია რაღაცა შენიშვნისა და გაკიცხვის ობიექტად მას არ აქცევს. ახლა რა არის საინტერესო? საინტერესო ეპიზოდი. იერიქონიდან დაიძრებიან და წავლენ იორდანისაკენ 50 იერიქონელი წინასწარმეტყველი გაყვება მათ. და ყველგან მამა ანდრია, სადაც აი ბეთილში მივლენ, იერიქონში მივლენ, ყველგან ადგილობრივი წინასწარმეტყველები, ანუ მასპინძლები, ანუ იმ სკოლის წარმომადგენლები, რომლებიც იქ ცხოვრობენ. ელიას ვერ უბედავენ, ელისეს ეუბნებიან, ხომ იცი რომ დღეს უფალმა შენი ბატონო შენ თავს ზემოთ უნდა ამაღლოს. ანუ ამბა თავისი წინასწარმეტყველური ნიჭით იციან ეს. ელიას უნდა არა ეს ამბავი დაძრულია მამაო, ეს ამბავი იციან, ეს ამბავი არ არის ახალი ამათვის. და ეს ასე კოლექტიური გამოცხადება ვერ იქნებოდა. ჩვენ წმინდა წერილში ასეთ რამეს ვერ ვხედავთ. ხო. გვაქვს გამოცხადება ერის მიმართ, კი ბატონო, მაგრამ ეს არის არა ინფორმაციის მისაცემი, საწინასწარმეტყველო ინფორმაცია. სწორედ ამიტომ დავუსვი შეკითხვა, რომ ჯგუფი წინასწარმეტყველის ერთ ადგილას დახვდა, მეორე ადგილას ერთ და იგივეს ეუბნება რეალობას.
მე უფრო უნდა ვივარაუდოთ, რომ იციან და არა გამოცხადდება. არა, იციან ეს ელიას. ახლა მე ერთი დეტალიც მინდა გაგახსენოთ მამანდრა, ჩვენ თავის დროზე ვსაუბრობდით ამასთან დაკავშირებით, როდესაც ელია ჩამოდის უცხოეთიდან, ფინიკიდან, როდესაც მოდის, აქ უკვე 3 წელიწად ნახევარია გასულია ეს უწვიმარობის პერიოდი და აბდია აქაბის მსახური ეძებს და დაინახავს ელიას და რო ეხოწება ელიას, რომ მაგზავნიო ახლა მეფესთანო რო უფლისულმაო ხელი მოკიდოსო და გაგიტაცოსო და სხვაგან იმას გიქნასო, ხო? რაღაც აბდიას იცის, რომ შესაძლებელია ელიას ახასიათებს ასე და გაქრება აქ და ჩდება იქ. ჩვენ წმინდა წერილში გვაქვს კიდე ერთი ასეთი ადგილი, როდესაც ქარმელის მთაზე მოხდება ეს ასეც ვისაუბრეთ, ახლა ვერ დაუბრუნდებით ამას. ელია ეუბნება აქაბს, რომ იჩქაროს თავის საზაფხულო რეზიდენციაში სვლა, რადგან წვიმის ხმა ეს მხოლოდ იმის რა ქვია, ერთი ხელის ტევნის ოდენა ღრუბელი არის, ღრუბლის ნაგლეჯია ცაზე, მაგრამ ელია წვიმის ხმა ესმის და აქაბი ეტლით გაიქანება იმისაკენ, რა ქვია, ისრაელის ველისაკენ. ელია აქ დარჩება, მე აქ ელია შვიჯერ ილოცებს რაღაცას გააკეთებს და წმინდა წერილის ვერსია გვეუბნება, რომ ელია იქ დახვდება იმას აქაბს. როჩავა იქ დახვდება აქაბს, ანუ რაღაცნაირად აი ასეთი აუხსნელი და გაუგებარი ამბები ელიასთან დაკავშირებით დადიოდა და რა ძალიან მნიშვნელოვანია, მამანდრე, ახლა მე ამ თემას არ გავაგრძელებ, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ამბები რო დადიოდა ელიასთან დაკავშირებით ეჭვს არ იწვევდა და რწმენით იღებდნენ ამას იმდროინდელი ადამიანები, ხო? ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ის რწმენა, როგორც სხვანაირად შესაძლებელია ეს რწმენა შერყვნილია, შესაძლებელია ეს წარმართობაშია ჩაძირული და ასე შემდგომ, მაგრამ ასე ვთქვათ, გონებრივი იმპერატივი არ ახლავს იმას თან და არ ავიწროვებს იმ რწმენას, რომელიც რწმენას განსაკუთრებული აქტია ადამიანის ცხოვრებაში. არ დგას ეს ეჭვის ქვეშ. არ არის აქ საუბარი იმასთან დაკავშირებით, რომ შეიძლება ახლა მართლა კაცი აგაქრეს და იგაჭდეს. ჩვენთან დღეს თავისთავად ცხადია ისმის ეს კითხვა. ხო, აი მაგალითად ჩვენ წინა შეხვედრაზე ვისაუბრეთ იმასთან დაკავშირებით, რომ ელიამ 2:50-ის თავის რაზმეულთან ერთად მოწვა უბრალოდ შეხედა და მე თუ ვარ ელია და წინასთან მეტყოლიო, მაშინო ჩამოვიდესო ცეცხლი უფლისაგან და დაგწვა შენს და შენი ისინიცო, ხო? რაზმეულიცო და ჩამოა ცეცხლები ჩამოაქვს იქიდან როგორც არაფერი, ხო? დღევანდელი მსმენელისათვის რომელსაც რწმენა უბრალოდ რაღაცის დაჯერებაა და დაჯერება იმდენად არა, რამდენადაც უფრო არის, რომ კაი არ იკამათებს ამ იმაზე და არ დაუკვირდება ამ იმას და ეს უფრო არ რწმენა. სინამდვილეში რწმენა არის არა რაღაცაზე კამათის უარის თქმა, არამედ რწმენა ეს არის უპირობოდ მიღება იმისა, ეს ერთ-ერთი მიდგომა, თორე საბოლოოდ რწმენა რა არის, ამით ვერ ამოვწყურებ თავისთავად ცხადია, იმისა, რასაც ღვთის სახელით გიმოწმებენ და გეუბნებიან, ხო? როდესაც არის საუბარი რომ ქრისტე აღმკვდრეთით და ამ ამბავს ამოწმებენ მოციქულებიდან მიაქვს წარმართებთან, ამ ამბავს თან ახლავს რწმენის აქტი, ეს უნდა ირწმუნონ. ქადაგების თავარი მიზანი რა არის? სასწაულები მოახდინონ ის კი არა, უნდა ახარონ და ირწმუნონ ქრისტეს აღდგომა. აი ეს რწმენა უნდა გავრცელდეს, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. და რწმენას ჩვენ ახლა ვერ ვილაპარაკებთ ამაზე, მაგრამ ძალიან ღრმა განმარტება აქვს, ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია და სწორედ ამასთან დაკავშირებით, აი ეს სახარებას თუ გავიხსენებთ, მცირედ მორწმუნეობისათვის აყვედრეს უფალი თავის მოციქულებს. რომ მცირედ მორწმუნენი ხართ, მას შემდეგაც კი როდესაც ის ღვთით აღდგება. ამიტომ ეს რწმენა არ არის მექანიკური აქტი. რწმენა რო კონდეს ადამიანს, ამისათვის უნდა იბრძოლოს, ამისათვის უნდა იღვაწოს. არ შეიძლება ადამიანს რწმენა კონდეს ვნებებით სავსე ცხოვრებაში. არ შეიძლება ადამიანს მხურვალე რწმენა კონდეს სიამაყეში და 1000 რაღაცა ვნებებით წარმოდგენილ ცხოვრებაში. იმისათვის რომ ნამდვილი რწმენა კონდეს, ამისათვის შენ მზად უნდა იყო, მიმღები უნდა იყო ამისათვის და ესო მიმღები გახდეს შენთვის, შენი შინაგანი სამყარო უნდა იყოს მზად რწმენის მისაღებად. ამიტომ რწმენა ეს მარტო გონების გულის დიეტაზე დასმა არ არის. რწმენა ეს არის რაღაცა მოწმუნე ადამიანის ცხოვრება, ეს არის რაღაცა ფაქტი, რაღაცა რეალობა, რომელიც ძალიან განსხვავდება გამოხატულადაც კი სხვა ადამიანების ცხოვრებისაგან. აი ახლა აქ როდესაც ეუბნებიან ელისეს, რომ ხომ იცი რომ დღეს უნდა მოხდეს ეს. ზოგადად ელიას ეს კი არ უნდა მოუვიდეს, არა, დღეს ხდება ეს ამბავი. დღევანდელი ამბავი იქნება ეს. და ელისე ეუბნება, ვიცი თქვენ დადუმდით.
ანუ თქვენ ყურადღება იმას აკენით, რა მოხდება იმას დაუკვირდით, დანარჩენი გასაგებია საიდან იციან? ალბათ იციან ელიასაგან. ალბათ ელია, როდესაც მიდის ბეთილში, მიდის იერიქონში და გამოსამშვიდებელი შეხვედრები აქვს. აი ამ გუნდთან, აი ამ სკოლებთან ამავდროულად ახსენებს იმას, რომ შესაძლებელია იყო გარკვეული პერიოდი, როდესაც ელიამ თავისი ცადაყვანის შესახებ მათ აუწყა. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, რომელიც აქ თავში ჩანს მამანდრია, გახლავთ ის, რომ კიდევ ერთხელ ხდება დროის ლოკალიზება. ეს ძველი ახმის კუთვნილება აქ დრო ლოკალიზებულია, იციან ჯულსოდის მიიღებენ, იციან იორდანე როდის გაიპობა და ისრაელი როდის გადავა, იციან ელია როდის ამაღლდება, იციან აი ეს დროით აი ეს რაღაცა მოვლენები, რომელსაც წინასწარმეტყველებენ დროსთან ურთავს. ძველი ახმისათვის ეს დამახასიათებელია. აი ახალი დროს მოხსნის, სწორედ მაცხოვარი თავისი ამაღლების წინეთყვის თავის მოწაფეებს თქვენი საქმე არ არის დროჟამის წოდნა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი არსებითად განმასხვავებელია ძველსა და ახალ ახმას შორის აი ამ დროის გააზრების, ამიტომ აქ ძალიან ბევრია მართლა სალაპარაკო და ახლა ამ წუთებში ნამდვილად არ გვაქვს ამის საშუალება, თორემ მე შეიძლება ამასაც ჩაუღრმავდეთ. უკვე იერიქონიდან რომ დაიძრებიან 50 წინასწარმეტყველი გაყვება, მაგრამ გაჩერდება გზაზე იერიქონის ნაპირთან მარტო ელია და ელისე დგას. მარტო ეს ორი დგას. და ელია ეუბნება ელისეს, რომ უნდა გავიდნენ გაღმა, ელისეც უნდა გაყვეს მას თავის თავოცხადია და ელია იხსნის თავის აი ამ იმას, ქვია ხალენს ამოს დააგორგოლავებს და არტყავს იორდანე გაიპობა და გადავა ელია და ელისე იმას ქვია მშრალად. და არტყავს რაღაცა ისე, როგორც თავის დროზე მოსემ დაკრა მეწამულ ზღვას და გააპოის წყალი და მშრალზე გადაიყვანა ისრაელი. მაგრამ აქ ერთი განსხვავებაა, მამანდრია. თუ კი ისრაელი გადადის ამ ზღვაზე იმისათვის, რომ ახლული მიწისაკენ წავიდეს, ელია გადადის იორდანეზე, იმიტომ რომ ახლული მიწიდან გავიდეს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია. ორივე ელია და ელისეც აქით იორდანის გაღმა უნდა დაასრულონ თავიანთი სამოღვაწეო არა იმ მიწაზე, რომელიც ღმერთმა აღუთქვა აბრაამს, ისააკს და იაკობს, არამედ ამ მიწასთან, ამ მიწის მისადგომებთან შორს აქიდან უნდა ხედავდნენ, მაგრამ აქ არ უნდა იყვნენ. რატო? კიდევ ერთხელ ეს მიწა სიმბოლოდ აღმოჩნდება იმ აღთქმული სივრცისა, რომელიც უკვე მაცხოვარი უბრუნებს ადამიანს. ელია და მოსე ბუნებით გამოუსყიდველობის გამო, ბუნებითი განუკურნებლობის გამო ამ სიმბოლოსაც ვერ იტევენ და ისინი გადიან აღთქმული მიწიდან, რომელიც მათ უნდა ბუნებითი ემდაცემლობის გამო სიმბოლოში ეუცხოვებათ. აქ მეორე საინტერესო მომენტიც არის. მე ვსვავ ხოლმე ამ კითხვას, ეს თავისთავადია ჩემი პირადი ინიციატივა, არავის ეს არ ეხება და არავის არ ვეყრდნობი ამ შემთხვევაში. რომ უბრალოდ შეიძლება მე მინდა ეს და ამიტომ ვამბობ ხოლმე ამას სამფრიდან გამორიცხული, რომ ელიამ შეიძლება სწორედ ის ადგილი გაკვეთა და იორდანეზე იმ ადგილას გაიარა, სადაც ის უნავეზე თავის დროს 12 ლოდი დაალაგებინა ისრაელიანებს და რომელიც მდიდარემ იორდანემ გადაფარა თავისი დინებისას. ჩვენ მაშინ ვისაუბრეთ. ყოველ შემთხვევაში წმინდა წერილში გვაქვს ჩვენ ესეთი დამთხოვები. კი, როგორ არა. ხო და ამიტომ შესაძლოა ეს შენი მოსაზრებაც აქედან გამომდინარე. მე ძალიან მინდა დავინახო ის 12 ლოდი, ვინაიდან ჩვენ თავის დროზე ვთქვით, რომ ის 12 ლოდი, რომელიც გილგალში დაალაგა, ის უნავეზე რატო დაალაგა, ვიცით, ის ღმერთმა დაალაგებინა, რომ ეს არის მოწმე იმისა, რომ თაობათა განმავლობაში მოწმე იმისა, რომ ისრაელი იორდანეზე გადმოიყვანა მშრალად ღმერთმა, მაგრამ ეს 12 ლოდი იორდანეში, რომელიც წყალმა გადაფარა, ჩვენ მაშინ ვივარაუდეთ, რომ ის უნავეზე როგორც ილოცა, მე იგივე ლოცვა თითქმის იგივე ლოცვა გაიმეორა სოლომონმა, თუ კი ეს ხალხი არ დარჩება ღმერთის ერთგული, როგორც გადმოიყვანა ღმერთმა, ისევე გადაიყვანს ამ მიწიდან. არ დატოვებს ამ მიწაზე. მაგრამ ყველას რჩება სასოება, იმედი იმისა, რომ მოტრიალდება ეს ხალხი, რომ მობრუნდება, რომ შემოგაღადებს და რომ შეინანებს,
შენ კვლავ დააბრუნე, ანუ იორდანეზე კვლავ გადაიყვანე, იორდანე კვლავ გადააკვეთინე და ეს 12 ლოდი შენახული უნდა იყოს, ხელმოუკიდებელი უნდა იყოს, კვლავ გადმოიარო და კვლავ გაახსენდეთ, აი ის წყალობა, რა წყალობაც ღმერთმა უყომათ მამაპაპას. რაღაცნაირად მინდა დავინახო ელია, რომელმაც ჩაუარა ამ 12 ლოდს, ვინაიდან ელიამ ამ 12 ლოდს უნდა ჩაუაროს ელისესთან ერთად და თუ კი ელია თავისი ცხოვრებით ძალიან წააგავს და მოღვაწეობით ძალიან წააგავს მოსეს ელისი წინასწარმეტყველი ძალიან მოგვაგონებს ის უნავესზეს რომელიც სწორედ ამ 12 ლოდის კონსტრუქციის შემოქმედია იორდანის აი ამ იმას ფსკერზე მოხდება გადასვლა და ელია ეუბნება ელისეს თხოვე რა გაგიკეთო სანამ უფალს აუყვანივარ ცად. ძალიან დიდია გასვით ახლა ამის წარმოდგენას და წარმოსახვებიც არ არის მიზან შეწონილი. აი კაცი ელოდება ღმერთმა უნდა სიკვდილს არ უწევს ღმერთად, ღმერთმა უნდა მოკიდოს ხელი და სადღაც წაიყვანოს. აი მოსეს მოტოლი და მოსეს სიდიადის მქონე ის არის რა ქვია პიროვნება ელიანო საოცრებაა მართლა. და ელისე ეტყვის მრჩობლის სული შენზე როა ორმაგის სული მინდა ჩემ მე ვახლა აი ესეც გვიხსნის ელისეს დამოკიდებულებას ამით ელისე იმას კი არ ამბობს რომ შენზე ორჯერ ძლიერი მინდა მე ვიყო არა ელისე ამბობს რომ მე იმდენად სუსტი ვარ მე იმდენად შეუძლოა ჩემი მხრიდან შენი მსახური ორჯერ მეტი შეწევნა თუ არ მექნა ორჯერ მეტი ძალა თუ არ მომეცა ორჯერ მეტი დახმარება თუ არ აღმოჩინა ღმერთმა მე შენ მსახურებას ვერ აღვასრულებ ეს შენ შეგეძლო ასე მსახურება თორე მე განსაკუთრებული ორჯერ მეტი დახმარება მჭირდება რომ რაღაცა მსგავსი გავაკეთო რადგან უფალმა მომიხმო ამ სარბიელზე სხვაგვარად რო ვთქვა აქაც კარგად ჩანს რომ ეს ორმაგაი აი მაგალითად ჩვენ ვიცით რომ პეტრეს ჩრდილის კი კურნავდა ავადმყოფებს ხო და არსად არ არის ნათქვამი რომ იმას აქვია მაცხოვრი ჩრდილმა განკურნა ხო რომელიმე მაგრამ ვინ გაბედავს და ვინ იტყვის რომ პეტრეს ისა უფრო მეტია ხო პეტრე დიდია იესოსი ხო ამას ვინ გაბედავს მეორეს რო ყურადღება მივაქციოთ იონე ნათლისმცემელს სასწაულის საერთოდ არ აღუსრულებია ვინ გაბედავს და ვინ იტყვის რომ იოანეზე მეტია ვინმე როდესაც რომ მაცხოვარი საუბრობს იოანეს წინასწარმეტყველზე როგორც დედათაგან განსაკუთრებულ დედათაგან შობილთაგან განსაკუთრებულზე ამიტომაც ეს რაღაცა პარალელები ეს ორმაგი სულის მოთხოვნა ელისესაგან ერთადერთ რამეს უსვავს ხას უსვავს მის უძლურების აღიარებას მის თავდაბლობას ისევე როგორც ეს თავის დროზე ის უნავესესთან დაკავშირებით იყო როდესაც ის მორჩილად უსვენდა თავის მოძღვარს და ისდებოდა აი ამ იმაში რა ქვია ამ მდგომარეობაში რთულია რასაც თქვა იმის გაკეთება ეუბნება ელია რადგან რასაც ელისე ითხოვს ეს ელიას გასაკეთებელი არაა ელიასი არ არის ეს ელიასი ორი მაგდენი სული არ აქვს ხო ელიას არა ეს სულიც არ მოიცემა ელიასაგან სულიც არ მოიცემა ერთი იმდენიც ხო ეს ღვთისაგან არის და ამიტომ ნიშანს ეტყვის რომ თუ მინახავ თუ დაინახავ როგორ ავდივარ ცეცად ანუ აი ამ სასწაულის ხილვის წილნაყარობის ღირსი გაგხადა შენ ღმერთმა ესე იგი შენზე მოუღია ეს წყალობა ესე იგი შენ შეგიძლია დაიტიო აი ეს ამბავი ამ ხამის ხილვა შეგიძლია დაიტიო და ესე იგი ღმერთს უსმენია შენთვის და იმას აქვია მოუწია ეს სული თუ არა და ესე იგი არ არის შესვენილი შენი ისა და ერთი ეპიზოდი კიდე წმინდა წერილში მიდიოდნენ და მისაუბრობდნენო აი მიდიან და ლაპარაკობდნენ და უცებ ცეცხლოვანი ეტლები ჩადგება მათ შორის ანუ ის კი არა ელია რაღაცა იმაზეა განსაკუთრებულ განსაკუთრებულ წამსვლელს არა უბრალოდ მიდიან ლაპარაკობენ და ელიასგან სრულიად მოულოდნელად ეს ეტლები ჩადგება და მოხდება ელიას ანუ ელისეს და ელიას გაცალკევება მოხდება ელისა და ელიას დაშორიშორება მოხდება ელიას სადაყვანება ჩვენ ხშირად არასწორად ვიგებთ აი ამ ეპიზოდს და ვამბობთ რომ ელია ამაღლდა ზეცად ეს არ არის სწორი არაინაირი ამაღლება არ მოხდა რა ამაღლება მოხდა ერთადერთხელ როდესაც მაცხოვარი ამაღლდა და მამის მარჯვენით მამის ერთადერთი არანაირი სხვა ამაღლება არ არის აქ წმინდა გრიგოლ პალამას შევეხმიანებით რომელიც გვეუბნება რომ აი რაღაცა კამარა შეკრავა ეს ელიამ კამარა შეკრავა ანუ აქიდან არის აყვანებული მიწიდან არის ზემოდან აზიდული ზეცის მიმართულებით მაგრამ ზეცაში არ არის
ზეცის მიმართულებით ცა დაკვანება, ანუ მიწიდან არის აზიდული და კამარა შეკრა და წაიყვანა ხოლმე. აი სად არის ელია? ეს თავის დავაცხადია, არავინ იცის, ამას ვერავინ იტყვის, ისევე როგორც აი ეფესელი ყმებთან დაკავშირებით, როცა დაიძინებენ და გაიღვიძებენ სხვა იმპერატორის დროს, თევნის დროს დაიძინებათ და გაიღვიძებათ, ოდესაც უკვე ქრისტიანობა ნებადართული და ეს რელიგია ხო და ღმერთი ინაყავს ამ ყმებს თავისთვის, რომ ეს სასწაული, ну კიდე ერთხელ მივადეკეთ ამ თემას, ბევრისათვის ეს სასწაული სასაცილოა, ბევრისათვის ეს სასწაული რაღაც გამონაგონია, ну თავის დავაცხადია, ეს იმ მდგომარეობას ასახავს, ამ მდგომარეობას ადამიანს სულიერების თვალსაზრისით შინაგანად გააჩნია. არის ადამიანი, რომელსაც სწამს და არის ადამიანი, რომელსაც არ სწამს. მორჩა და გათავდა აქ, ამას მეც ვერ ვიტყვით. და აი, როდესაც ეს მდგომარეობა და ელიას აყვანება ხდება, ელისე შეხედავს თავის მოძღვარს, ელისე შეხედავს ამ საოცრებას და ელისე უყურებს, რომ ელია კი არ არის მარტო ზეცად. ელია კი არ შორდება მას, ეპოქა შორდება ისრაელს. რაღაცა ძალიან დიდი ვინმე შორდება ისრაელს. რაღაცა ძალიან დიდი რამე რჩება და სრულდება ისრაელში და შეძახებს მამაო ეტლო ისრაელისაო და მხედრობაო თელ ძლიერებას თელს მსახურებას ელისი ამაში ჩატევს მამაც ახარ ეტლიც ახარ მხედრობაც ახარ მთელი ისრაელის ერთი ადამიანი არის მხედრობა ისრაელის საოცარი აღქმა არის საოცარი ნამდვილად და სიადა ღვაწლის კი კეთახვებით ხშირად გვითქვამს რომ ელია წინასწარმეტყველი საოცარი ადამიანია მას არც სტატუსი აქვს არც იმდიდრი აქვს არც ხელისუფლება აქვს და ესე ალაგ-ალაგ გამოჩნდება რაღაცა სიტყვის და ცვლის უშველებელ რამეს თავარი მოქმედი პირი ეს არის მეფეებს აზანზარებს თავიანთი ცხოვრების გამო აქვს შიში ყოველ ჯერზე ელიას სახელის გაგონების ელიასთან შეხვედრისა ხო მეფეებს რომლებიც ძლევამოსილები არიან რომლებიც იპყრობენ რომლებიც აშენებენ ქვეყანას და ამ ქვეყნიური არც სტატუსი არც ძალა და არც იმდიდრი არ აკლიათ ხო და ეს უცნობი ადამიანი ხანაკ გამოჩნდება და აი ელისე ეუბნება მას შენ ხარ მხედრობა შენ ხარ ის ვინც იცავს ისრაელს საოცარი მართვა არის ხო კი ნამდვილად ასია და იმის ფაქტის აღსანიშნავად რომ მხედრობა ისრაელს აღარ აყავს გლოვის ნიშნავს სამოსელს დაიპოვს ელისე და გამოხატავს თავის უხარებას არა ელიას გამო არამედ ელია რო აღარ არის ისრაელში აი ამის გამო და წმინდა წერილში წერია რომ აი ეს ხალენი ეს მოსასხამი დაუვარდება იმას ანუ ჩამოუგდებს ელისეს და ეს საოცრება რომელიც საუკუნეების შემდგომ ცხედაში ჩამოაღწევს ეს საოცარი სიწმინდე გამოჩნდა წმინდა წერილში რომელიც ასე ნუგეშად და ასე დიდ გასაგანძურად მიეცემა საქართველოს ეკლესიას და ის მცხეთაშია დაფლული. ძალიან მნიშვნელოვანია რომ ერთი ეპიზოდი კიდე რომ ელისე ახლა იქ ნაპირის იქით ამ ხარეს რა ხდება არ იციან. და ეს ელისე აქ არის ეს ხალენი აქვს დარჩენილი ელიასი და იორდანესთან ჩამოჯდება. ეგრევე კარგადას. აი ამ ყველაფერს აი წმინდა წერილში ეს ადგილი გახსოვთ თავის დროზე ყველას უთხრა რომ აი წმინდა წერილში იპოვეთ პაულსები. და აქ არის საოცარი პაულსა. კი არ გადის ახლა არა ელისე რაღაც პაულსას იპოვს ჩამოჯდება იორდანეს ნაპირთან და იწყებს გაანალიზებას. არა მარტო იმის არა მოხდა. არამედ იმის რომ ახლა ელისე უნდა გადავიდეს იორდანესზე. ახლა იწყება ელისეს მსახურება და აი ამ მსახურებას უღრმავდება. და ნახეთ რა საინტერესოდ იწყება ეს მსახურება. თავის მოძღვარს ბაცავს. როგორც იმან დააგორგოლა ეს ხალენი თვითონაც დააგორგოლა დაარტყავს იორდანეს, მაგრამ იორდანი არ გაიპოვა. ვინაიდან ხალენი კი არ აპოვს იორდანეს. ამ ხალენის პატრონი ვინც იყო, ვინცაც ის ემსახურებოდა, ის არის იორდანის გამაპობელი. ელისემ ეს კარგად უნდა იცოდეს, რომ ძალა ხალენში კი არ არის. ძალა არის იმ ღმერთში, რომელსაც მისი მოძღვარი ემსახურებოდა. ამიტომაც ამას მიხვდება ელისე და აი აქ იწყება ელისეს მსახურება, მთელი ხურვალებით აიღებს და სად არის უფალი ღმერთი ელიაისი და დაარტყავს და ის უფალი ღმერთი ელიაისი გააპოვს იორდანეს და
ამის მოწმეა როგორც ჩანს ხალხი და ელისეს იღებენ მერე თავის გამგზელებელს აქ კიდე ეს აქამდეც უნდა ცოდოთ და ელისეს ეუბნებიან რომ შენს პატრონს ამას ელისე რომ მემკვიდრე ამას ხედავენ მაგრამ აქ საინტერესო მანდრია ის რაც თქვენ თქვით ახლა ეს მნიშვნელოვანი რამეა ძალიან გავიხსენოთ ის უნავერზე სასეულნება ღმერთი ისევე შეეშინდება ჩვენი როგორც მოსეს შეეშინებოდა აი ეს მემკვიდრეობა ხო პირდაპირ უნდა მიიღოს და კი ასია ნამდვილად ასია ამის მოწმეები ეს კი ბატონო ეს ასია და საოცარი ეპიზოდი ელისესთან მიდიან და ეუბნებიან იქნება უფლისულმა სადმე ჩამოაგდო ახლა ელიაო და ამას ვერ წარმოვუდგე ელია აღარ არის ეს ამას მიღება უნდა ეს უნდა გაიგო რომ მორჩა რაღაცა დრო მოსეს დროს იყო ასე კიდე როგორ მოსე აბა ვინ არის მოსე აბა ვინ არის ხო და არ უნდა წავიდნენ მოსეს საფლავისაძემ ვერ იპოვიან არ უნდა წავიდნენ ელიასაძემ ვერ იპოვიან ვერა და კლემენტი ალექსანდრიელს მინდა შევეხმიან რატო ვერ იპოვიან თორემ ერთი ეძებს ელიას მეორე მოსეს საფლავს და ელია და მოსეს საფლავი კრა უნდა ეძებო ელიასა და მოსეში ის ღმერთი უნდა ეძებო რომელმაც მოსე და ელია დაკითხინა აი ეს არის ყველაზე დიდი პასუხი იმისა რატო ვერ იპოვიან მოსეს საფლავს და რატო ვერ იპოვიან ელიას აქაც საინტერესო ის არის ელის ეუბნება არ წახვიდეთ საძებნელად მეორედ მიდიან მესამე მე ეუბნება კაი წადით საძებნელად და ვერ პოულობენ და მოდიან უკან და ხო გითხარით ხო მიქა წინასწარმეტყველის სიტყვებს გავს რომ ეუბნება აქაბი გავიმარჯვებ თუ არა და ეუბნება გაიმარჯვებ წადი და აქავს ეპარება ეჭი სიმართლეს არ მეუბნება ეს იმიტომ რომ აიძულებს ფაქტიურად თავისი გამოხედვით და თავისი იმით რომ უთხრას ის რაც მას ესიამოვნება მაგრამ მე მაინც უწევს ამის დათანხმება ასეა აქაც ხო ელისე მე ბოლოს ხო გითხარით ნუ მიდიხარ საძებნელად გიორგი დიდი მადლობა ძალიან დიდი მადლობა საინტერესო დეტალებზე შევჩერდით ელიას ცხოვრებას და მისი ამ ქვეყნიდან გასვლაც არის უდიდესი საინტერესო და სასწაული ამბავი ჩვენ შემდეგ გადაცემაში ალბათ ელისე წინასწარმეტყველს უნდა გავაგრძელოთ საუბარი მაყურებელს შევახსენებთ რომ ეს არის უკვე საკითხავები მეოთხე მეფეთა წიგნიდან პირველი მეორე თავში შეგიძლიათ წაიკითხოთ ეს საკითხავი ამით დაგემშვიდობებით დღეს მომავალ შეხვედრამდე კარგად წამდებოდეთ